ხშირად რუსები ეჭვგეშ აყენებენ, რომ რამდენად კანონიერად მიიღო უკრაინამ ავტოკეფალია. მაგრამ უკრაინელები პასუხობენ ასევე საკმაოდ საინტერესო კითხვით, თუ რამდენად კანონიერად მიიღო რუსეთმა თავად ავტოკეფალია. და მოდი დღეს აი ამ საკითხს ჩავუღრმავდეთ, უშუალოდ რუსეთის ავტოკეფალიის მიღების საკითხს. როდესაც 988 წელს მიიღო კიევის რუსეთმა და აღმოსავლეთ სლავურმა მოსახლეობამ ქრისტიანობა, მაშინ ეს ტერიტორია მიტროპოლიის თვალსაზრისით ემორჩილებოდა კონსტანტინოპოლს და ჩვეულებრივ კიევში იჯდა მიტროპოლიტი. მაგრამ როდესაც მონღოლებმა ააოხრეს, გაანადგურეს ბოლომდე კიევი, ჯერ ეს მიტროპოლიტი გადავიდა ვლადიმერში და მერე გადავიდა მოსკოვში. აქ საინტერესო არის ის, რომ თავად მისი სტატუსი არ შეცვლა თავდაპირველად, სანამ 1458 წელს მოსკოვმა თვითნებურად არ გამოაცხადა კონკრეტული ადამიანი იონა მიტროპოლიტად და თქვა, რომ დღეიდანო ეს მიტროპოლიტი აღარ ემორჩილება კონსტანტინოპოლს და დღეიდან ამ მიტროპოლიტს ნიშნავს მოსკოვი. ანუ ეს ხო მისი თვითგამოცხადებულობა, რაც რეალურად ნიშნავს, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ღია დაპირისპირებაში შევიდა მოსკოვი და ამას საუკუნე ნახევარი სქიზმა ეწოდებოდა. ეს ტერმინს ამას ხშირად ხმარობდნენ, რომ ეს სქიზმა იყო. მაგრამ მოგეხსენებათ ამის შემდეგ კონსტანტინოპოლი დაეცა, თანდათან დასუსტა საპატრიარქოს გავლენები, რა თქმა უნდა ოსმალების გავლენის ქვეშ იყო მოქცეული რიგი ფიგურები და შესაბამისად სიტუაცია ძალიან დამძიმებული გახდა. და ამ ფონზე 1580-იან წლებში, პატრიარქი იერემაია მეორე მიდის ამ შემთხვევაში და ეძიერს დახმარებას. გარეშე სამყაროში ეძებს დახმარებას, ხო? ნიქს მიდის რაღაც ახლოს სამეზობლოში, შავი ზღვის აუზის ქვეყნებში და ასე შემდეგ. და საინტერესო არის ის, რომ პატრიარქი იერემაია ჩადის მოსკოვშიც, სადაც ის დახმარების სათხოვნელად არის ჩასული და მას აკავებენ. დიახ, ატყოვებენ. ტყვედ აქცევენ მას. და ეუბნებიან, რომ შენ აქედან ვერ წახვალ, სანამ ხელს არ მოგვიწერ და არ აღიარებ მოსკოვის ავტონომიას, ავტოკეფალიას. ღიად ეუბნებიან კაცს, რომ შენ თუ კი ძალით არ მოაწერ ხელს ავტოკეფალიას, არ გაგიშვებთ რა. და აიცულეს ადამიანს, ძალით მოეწერა ხელი და მიეცა მოსკოვისათვის ავტოკეფალიური საკითხი. ოღონდ კიევი აქ არ შედიოდა. კიევის საკითხი აქ საერთოდ არ შედიოდა. და აქვე არის მეორე საინტერესო საკითხი, რომ როდესაც თანდათან მოსკოვი ძლიერდება, ცდილობს, რომ ყველანაირი საპატრიარქოები ხელში ჩაიგდოს, ყველანაირი მიტროპოლიები ხელში ჩაიგდოს, გაძლიერდეს თანდათან, ხო? თანდათან ეს ეტაპობრივად. და სწორედაც აქედან გამომდინარე უკვე 1680-იან წლებში პრაქტიკულად ამ მოვლენიდან რაც აღწერე ერთი საუკუნის შემდეგ რუსეთს მოსკოვს ახალი მცდელობა აქვს. უნამჯერად უფრო გრანდიოზული. მისი სურვილია უკვე კიევის კონტროლით მასში გადავიდეს, კიევის მიტროპოლია უკვე რეალურად არ მხოლოდ იყოს რაღაცა მის მიერ დანიშნული, არამედ მის მიერ დაქვემდებარებულიც უშუალოდ ამის მიზანი აქვს. ამიტომ ის ახორციელებს ზეწოლას. სერიოზული ზეწოლა მიმდინარეობს კონსტანტინოპოლის პატრიარქზე და ზეწოლისთვის ის იყენებს როგორც ფულს და ეუბნება რომ აგერ აი ფულს თუ აიღებ შენ ყველაფერი კარგად იქნება, ასევე ოსმალეთის იმპერიაში კონკრეტულ ადამიანებს აიძულებს რომ ზეწოლა მოახდინონ უშუალოდ პატრიარქზე. პატრიარქი დიონისე იყო მაშინ. და დიონისეს აიძულებენ რომ მან გაყიდოს და მისცეს მოსკოვს მიტროპოლიის, კიევში მიტროპოლიის დანიშვნის უფლება. ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ ნებისმიერი საეკლესიო სტატუსის გაყიდვა აკრძალულია და ეს დიდი პოლიტიკური და დიდი სამართლებრივი დარღვევაა და ამაზე მიუთითებენ თავად უკრაინელები და ამბობენ რომ ეს უკანონო იყო თავისთავად. მაგრამ მეორე დანიშვნის უფლება არ ნიშნავდა კონტროლის უფლებას თავისთავად. და როდესაც ამის ნებართვა გაიცა პატრიარქ დიონისეს მიერ, ეს დათქმა იყო, რომ კაი, ამ შემთხვევაში მოგცემ შენ დანიშნვის სტატუსს და უფლებას, მაგრამ მართვით კვლავ მე ვმართავ. ხო ის რუსეთში მოხდება, ხა ერთი არის რაზე დათანხმდები და მეორეა პრაქტიკაში რა იქნება. და პრაქტიკაში რაც იყო ის, რომ მოსკოვმა რამდენადაც დანიშნა, იმდენადაც მართა ეს ტერიტორია ბოლომდე. რა თქმა უნდა და არ ღია შეთანხმება და ამაში გასაკვირი არაფერია. რუსეთია რა. მაგრამ პეტრე პირველი უკვე რომელიც ხდება რუსეთის იმპერატორი და ძალიან უყვართ რუსეთში, ხო? და სხვათა შორის ძალიან უცნაური, იმიტომ რომ პეტრეს რაღაცეებით რომ ამაყობენ ხოლმე. ერთ-ერთი რითიც ამაყობენ არის აი რა მაგარი არქიტექტურა შექმნა, რა მაგარი ხელოვნება შექმნა. დაუწყებათ რომ მთელი ეს არქიტექტორები, მთელი ეს ხელოვანები პეტრემ ჩამოიყვანა იტალიიდან, გერმანიიდან, ინგლისიდან, სხვადასხვა ქვეყნიდან და ყველაფერი რაც მოსწონთ ევროპულია. მეტიც პეტერბურგს თავად
როდესაც სახელი პეტერბურგი ეწოდა, ამასთანავე მას ზედმეტ სახელი ჰქონდა და დღემდე აქვს სხვათა შორის, დღემდე აქვს მას ეს სახელი, ეს არის ფანჯარა ევროპაში. ფანჯარა ევროპაში. ხოდა ცოტა უცნაურია, მაგრამ საინტერესო სხვა საკითხია. პეტრე პირველმა ერთ-ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი, რაც განახორციელა ეკლესიასთან მიმართებით, იყო ის, რომ მან გააუქმა მოსკოვის საპატრიარქო. გავიმეორებ, გააუქმა საკუთარი ხელით 1721 წელს, თქვა რომ საპატრიარქო მორჩა. ვიღაც იტყვის რომ ეს სიგიჟია, რატო უნდა გაიკეთებინა ეს ყველაფერი, ხო? ვინ აუქმებს? ლოგიკა ქონდა ამ ყველაფერს თავისებური. ეს ლოგიკა იყო ესეთი, რომ მას ჯეროდა რომ ეკლესია უნდა ყოფილიყო მორჩილი სახელმწიფოსი და სახელმწიფო რასაც იტყოდა, ამ შემთხვევაში რასაც იმპერატორი იტყოდა, ეს უნდა ყოფილიყო კანონი. ამიტომაც მან შემოიღო სინოდალური მმართველობა და თქვა რომ აი უკვე რეალ დირიგებად მე ვმართავ ამ სახელმწიფოს და ეს იყო პრინციპი, რაც რუსეთში ძალიან ფეს გვადგმულია დღემდე და ამ პრინციპს ეწოდება ცეზარო-პაპიზეული პრინციპი. ანუ ამ შემთხვევაში იმპერატორი ან კეისარი, ცეზარი, როგორც გინდათ, მართავს ყველაფერს სხვას. ცარი მართავს ყველაფერს სხვას. მათ შორის, რა თქმა უნდა, მართავს ეკლესიასაც. და რეალურად ეს ცარი იქნება პრეზიდენტის სახელით თუ ცარი იქნება რეალური იმპერატორის სტატუსით, ამას უკვე მნიშვნელობა ტექნიკური აღარ აქვს. სწორედ ეს რეალობა მიიღო რუსეთმა დღეს და სწორედ ამიტომაც არის ძალიან საინტერესო ვიცოდეთ ისტორიულია ეს ეპიზოდები, რომელსაც აქვს კრიტიკული მნიშვნელობა ნებისმიერი სხვა საკითხის სიღრმისეულად გასაგებად.